გამარჯობა ბავშვებო. ალბათ იცით, რომ წელიწადში 4 დროა: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. თითოეულს თავისი სილამაზე და სიხარული აქვს. თქვენ რომელი მოგწონთ? სანამ მოთხრობას დავიწყებთ, რამდენიმე სიტყვის განმარტება მოვისმინოთ, რომ უკეთ გავიგოთ ამბავი. რთველი არის დრო, როცა ყურძენი მწიფდება და ყველა დიდი თუ პატარა ვენახში გადის მის საკრეფად. ეს ხდება შემოდგომაზე. სამკალი არის ადგილი, სადაც მწიფე ხორბალს და სხვა მარცვლეულს მკიან. ახლა მე წაგიკითხავთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას 4 სურვილი. ზამთარია. ნიკო იგუნდავა, ციგით ბევრი ისრიალა. მერე გახარებულმა მამასთან მიირბინა და უთხრა: რა კარგია ზამთარი. ნეტავ, სულ ზამთარი იყოს. რა კარგია ზამთარი. ნეტავ, სულ ზამთარი იყოს. შენი სურვილი უბის წიგნებში ჩაწერა. უთხრა მამა. ნიკომ ჩაწერა. დადგა გაზაფხული. ნიკო პეპლებს ბევრი სდია. ყვავილები დაკრიფა და ლამაზი კონები შეკრა. მერე მიირბინა მამასთან და უთხრა: რა მშვენიერია გაზაფხული. ნეტავ, სულ გაზაფხული იყოს. მამამ ნიკოს ეს სურვილიც უბის წიგნებში ჩააწერინა. მოვიდა ზაფხული. ნიკო და მამამისი სამკალში წავიდნენ. ნიკომ ძალიან იმხიარულა. ხან მამას ეხმარებოდა, ხან მდინარეში ბანაობდა, ხან მარწყვს კრებდა. დღეს რამდენი მისი ამოვნე. ნეტავი, სულ ზაფხული იყოს. მამა ნიკოს ეს სურვილიც უბის წიგნებში ჩააწერინა. დადგა შემოდგომა. ბაღები მწიფე ხილით აივსო. ყურძენიც დამწიფდა. რთველმა ძალიან მხიარულად ჩაიარა. ნიკო ხან ხილს კრებდა, ხან აკიდოებს ჭრიდა. საღამოს ნიკო მამას უთხრა: შემოდგომა ყველა დროს სჯობია. მაშინ მამამ უბის წიგნაკი მოიტანა და ნიკოს მისი ყველა სურვილი წააგო. ნახე ნიკო, რას წერდი ყოველი სეზონის დროს. ნიკო მიხვდა, რომ წელიწადის ყოველი დრო თავისებურად მშვენიერია. მართალია, ყველა დრო კარგია. ზოგჯერ გვგონია, რომ ერთი დრო სხვებზე უკეთესია, მაგრამ სინამდვილეში ყველა დროს თავისი სიხარული მოაქვს.